სალამ მეგობრებო, მე ოთო ვარ და დღეს გურიაში ზემო სურებში, სადაც ტარდება off-road ფესტივალი. ჯანიანი ბიჭები, ჯანიანი მანქანებით, უბრალოდ მე მაგათ ოდის ჟარგონისთვის კონსერვის ბანკას ვეძახი. მაგრამ კონსერვის ბანკებით დიდი საბურავებით შეჯიბრებიან ერთმანეთს. გავერთობით კარგად, ვნახოთ ვინ გაიმარჯვოს და ვის უკეთესი კონსერვის ბანკა აქვს. რეგლამენტი არ ვიცი ზუსტად როგორია, არის მძღოლი, არის შტორმანი, არის მანქანა. უარ რა ხმა აქვს იოს, იმენა გეგონება რომ რამე დიდი ძრავი აქვს. მოდის ბიჭო. ოპ, ამდა საყურებლად მეგობრებო ძალიან კარგია. მონაწილეობის მიღების კუთხით არ ვიცი როგორია, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ დასამტვრევია მანქანა ასეთ off-road-ზე. მაგრამ ხო რა, თუ off-road-ი გინდა, ეგ არის რა. ვოу. სუზუკი ჯიბი დაამთავრა მოღვაწეობა მეგობრებო. და თან ისე რომ ამოკლავდა. მეგონი ხო უნდა გადაატრიალო და გააგრძელოს. აი ხა თუ გააგრძელა მონაწილეობა, იქ იქნება ყველაზე მაგარი რა. off-road-ი არის ექსტრემალური სპორტი. ექსტრემალური სპორტში კიდე საკმაოდ ხშირია აზიანებები. ამიტომ სიმთხილე, უსაფრთხოება. ჯიმნი გადარჩა, ჯიმნის მძღოლი და კოპილოტი ანუ რა შტურმანიც გადარჩა, მაგრამ მე მგონი მონაწილეობის გაგრძელებას არ აპირებს და სწორიც არის დაისვენოს მეგობრებო. შემდეგი მონაწილე ვრანგლერი, ჯიპი ვრანგლერი, მომზადებული, გადამზადებული. აი ხა დააბაბანებს და ნახოთ როგორი შედეგი იქნება, იმედია ჯიმნივით არ ამოყირავდება ეგეც. დაგაზა, წამოვიდა. ოპ, კარგია. აუ, ოპ. საო, რა კარგად შევიდა. კარგია, მომწონს. ვრანგლერი კარგად არის. ეს ახლა მეგობრებო აქ მოდის $1,20,000 მარტო ისა აქსესუარები და დანარჩენი კიდე $1,20,000 საბურავები და კიდე რაღაცა მონსტრი. ვა, ნახე როგორი უკან დახევა აქ 7 და წყნარი. დაიძრა პაჯერო, რომელსაც ხმა არ აქვს მეგობრებო საერთოდ, მაგრამ მოდის გულშემატკივრობენ ძმაჯეროსაც კი ეძახიან. აბა მოსახვევი არ არის პაჯერო ძლიერი მხარე. წამოვიდა, მიდი. ასე, რა ვიცი, ასე შორს ვერ წავალთ, მაგრამ ოპ, ჩააჭიდა, კარგია. ოჩახ და ჩაუარა. ოპ, გაძურა ხიდი. ის არის რა, როდესაც კარგი ის აქვს, რა ქვია ამას, გლუშიტელი, მაყუჩი, ქართულად ვისაუბროთ, მაშინ უფრო მოაქვს ემოცია და შენც გინდა რომ წაიყვანო და რაღაცა კომენტარი გააკეთო. ეს ასე რომ მიზიზინებს, შენც მიზიზინებ რა. გვიახლოვდება მეგობრებო, Suzuki Jimny, ხო არიან პატარა ძაღლები, დიდი ხმა რა, აი ეგეთი არის Jimny, მაგრამ off-road-ზე დადის დამსუბუქებული, გამზადებული სუფთა კონსერვის ბანკა. მიდი, ყოჩახ. ბიჭო, მოუცვალე რაღაცა, აბა. მოკლედ აი ეს გასაძლევს რა, მარასიალი. ვოუ, კინაღამ Jimny მიდრეკილია ამოყირავებისკენ ესე იგი. ზახმასაც გამოსცემს ეგრე რომ დადიოდეს უკეთესი იქნება, მაგრამ მოდის ორკარიანი ვრანგლერი. კარგია მოსახლეებში. ვიდი გაზი კარგია. ყოჩახ, მიდი. აი აქ ყველა სუჭის მეგობრებო, ყველა ანელებს ისეთი გადასასვლელია და ეხა წამოვიდა და წამოუღო და ამ ხესთან ჩამოუხვია რალის მძღოლივით. ყოჩახ, კარგია, მიდი. ეს მომწონს, ასეთი სიარული კარგია. მიდი, აქ უნდა გაუყარო, მიდი, გაუყარო. ტახტის, აი ეს მოსახვევი არის მურტალი. აქ უნდა შეიყვანოს თავი და გააკეთა კიდევაც საქმე. პრომოდიფი კლასი, პროფესიონალი და მოდიფიცირებული ალბათ. ამას ხმაც კარგი აქვს, ტემპიც კარგი უჭირავს. მიდი, კონსერვის ბანკა, აი კონსერვის ბანკები ამართლებს, ცოტა უნდა მიუჭირო. მიდი, გაზი გაუყარო. ხმა კარგი აქვს ნამდვილად კარგი აქვს. მოვედით ფინიშის ხასთან მეგობრებო, აქ ცოტა სანახაობრივია, იმიტომ რომ ფინიშის ხასთან დიდი თხრილი აქვს და იქ ჩახდებიან, ახდებიან, რაღაცა სიზამენ და ჩვენც სანახაობით იმედი გვაქვს, რომ ვისი ამოვნებთ. აი ხა ვიხილავთ, აი აქ არის ყველაზე ეფექტური მეგობრებო, რომ შენსკენ რომ მოდის და გაუყარა და მიდი და ოპ. სწორზე მე მაგრად აჭერეთ რა. აი ზუსტად ასე გამოიყურება მეგობრებო კონსერვის ბანკა. ავტომობილი არ არის ეს. ძრავი ჩადგეს, რაღაცა ბორბლები მიადგეს კონსერვის ბანკას და ითვლება რომ ავტომობილია და მონაწილეობს შეჯიბრში. გვიახლოვდება პატივცემული ლაშა, მოდი ლაშა ჩვენთან. კამერაზე ვიმუშაო? კამერაზე. ძალიან მომწონს, ძალიან საინტერესოა, შარშანაც ვიყავი, შარშანაც ძალიან საინტერესო იყო და
მივესალმები ყველა ეგეთ შეჯიბს. ის კადრი რო გაქვს ჯიმის ამოკიდეების მაგას რამდენი სითხო? 50 ლარი. 50 ლარი. არა, 50 ლარი. შეიძლება კონსერვის ბანკაა, მაგრამ ისეთი კონსერვის ბანკაა, რომ გაგიჩნდება სურვილი, რომ შენიშნე მაგ საჭესთან მაგ კონსერვის ბანკის. სიამოვნებით ავაწყობდი ესეთ კონსერვის ბანკას. ხო? კი. პატრულისგან კაი კონსერვის ბანკა გამოვა. პატრულისგან არა, უფრო პატარა ბაზისგან. ამ მანქანებში სული, გული და ფული დევს. ხო, აი ფული დევს ბევრი კი. ძალიან ბევრი ფული დევს. ესა ძალიან კარგი. ნახე რა კადრია. ირაკლი. არ უკრავენ სუბარუ, რა სადაც ამბობენ, სუბარუ იქ მოდის რა. გიჩვენეთ ახლა რა მდგომარეობაა? აქეთ კონსერვის ბანკები, მანქანა. ნამდვილი მანქანა, მეგობრებო. მანქანა, რომელიც მსახურებს პატრის ერთი მანქანა, ორი მანქანა. დარჩენი კონსერვის ბანკებია ძირითადად. ესენია მანქანები, აბა ესაა მანქანა. ჰეიტერი. აქ გვაქვს ასეთი სცენა, საღამოს იქნება DJ რამე გულაობა, მუსიკა, ყველაფერი ხუთიანზე. გვაქვს პასკიდები, ნივა, რაღაცა ხიდებზე კაცმა, პორტალურ ხიდებზია? ხო, პორტალურ ხიდებზია. ნივა. გვაქვს სასმელები, გვაქვს ფუდკორტი, ჩვენი საჭმელები და სასმელები თორე, მაგრამ ნუ გვაქვს. ავა გულაობა რამე შეჯიბრი გადის ბოლოსკენ მეგობრებო, უკვე საღამოა, 6 საათს გადასდა. იქ კიდევ რაღაცები ხდება, მაგრამ ეხლა უკვე დროა ისეთი მწვადი სუნი მოდის, რომ ჩვენი იქ ფერმერის ის რო გვაქვს ხორცი წამოღებული, ეგ უნდა შევწვა და თავს უნდა მივხედოთ, მოკლედ რა. წავედით, გიჩვენებთ ახლა ჩვენ ბანაკს, როგორ მოვაწყვეთ ბანაკი. ღამე აქ უნდა გავათენოთ, მწვადები შევწვათ რამე ვისიამოვნოთ და ბანაკიც ისეთი გვაქვს რა, უფრო მოდერნული ბანაკი გვაქვს. ეს ჩვენი ბანაკი მეგობრებო. კარავი 1 2 3 4 ლენდო იქით, პატრული აქეთ, ჩვენ რო იქით. აი აქ უნდა გავათენოთ ღამე და ჯერ შევწვათ მწვადი. მე მეგონა რომ მწვად შემწვარს დამახვედრეთ. იტალი დაგახვედრეთ, კი, ტალახი და არ გვინდა ტალახი და ხა გვინდა ავთო შენთან ვარ ვისვენებთ. ხო, მწვადი, დალევა, გულაობა, წავალთ მე მუსიკები რამე ციცკაცოლი კაური. იქით მწვადი იწובה. აქეთ მეგობრები. კარგ ცხოვრებას გაუმარჯოს მეგობრებო. დილამშვიდობის მეგობრებო. დღეს მეორე დღეა სურების off-road ფესტივალის. გუშინდელი გზა რომელიც მონაწილეებისთვის იყო, გაიხსნა. და ჩვენი მეგობარი ლაშა შეუტევს ახლა ამ გზას თავისი Nissan Patrol-ით. მიდის, მაგრამ ისე ნელა მიდის, რომ ასეთ გავლას ჯობდა საერთოდ არ გაი. მიჩანჩალებს, ამას სიარული ქვია ლაშა? ამისთვის ვაფრინეთ დრონი ლაშა. კარგია ლაშა, მოყვება ლენტი, შემოუხვია ლაშამ. Subaru-ს არ დაეჯახო ბიჭო? კარგი ხარ ლაშა, კარგი ხარ. კონს ცოტა გაზი რომ მიაჭირო, არ იქნებოდა ურიგო. ოჰო. კარგია, მიდი გაზი მიეცი ლაშა მოსახვევში და ხო იცი როგორ დრიფტავს პატროლი. მარტივი გზა არის რა. ისე მარტივად მიდის, რომ შენი მანქანი წამოდიო ლაშა მეუნება, მაგრამ რა აზრი აქვს ხა აქ ლენდოს წვალებას. მიდი ლაშა, მიდი. კიდევ ერთი ლაშა, კიდევ ერთი. პატრულმა ისე იარა, რომ არაფერი სანახაობრივი მანდ არ იყო მეგობრებო და ეხლა ჩვენი მეგობარი ავთო თავისი მონსტრი ვრანგლერით გაემართება. შევიდა ავთო ტრასის დასაძლევად თავისი ვრანგლერით. კარგია ავთო, მიდი, მან ცოტა გაზი მიეცი. აი ძმაო გავლა. ის კი არა პატრულმა რო იარა იქ რაღაცა. გადაიარა მონაკვეთი, რომელიც არის გადმოთხრილი. ხესთან იქნება ფრთხილად უნდა ქნა ავთანდილ რო რამე იქ არ დავაზიანოთ. კარგი ხარ. როგორი დრიფტებით დადის. ყოჩახ ავთო, ყოჩახ. თუ ნახე რა დრიფტებში ავთო, ყოჩახ ავთანდილ, ყოჩახ. ნახე რა დღეში აგდებს მანქანას. ეს არის ავთო უნდა გამოგვიშვა შეჯიბზე აშკარად. რასა აი სიარული ძმაო, აი სიარული. არინდობს. ნახე რას უშვება ფინიშის ხაზზე. მიუახლოვდეთ ავთანდილს, კარგად გამოვაჩინოთ.
მისი ოსტატობა, მაგრამ იო რა, იო ხელს თუ შეგიშლის, თორე მეტი დაში გამოგადგება. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომ ძალიან კარგად იარა, ძალიან ეფექტურად. ხოჩა, გავთანდილ, ხოჩა. გაიძრა გალოპერი ჩვენი მეგობარი, უნდა რომ ამ გზაზე იაროს და გვიჩვენოს. გალოპ ლაშა მისდევს, ლაშა დაანებე თავის შენ პატრულით რაც იარე დავიდახეთ. გალოპერი მიუყვება იმ პრინციპში განაფერი საინტერესო არ ხდებოდა. ოპა, მისსა და ვა, საღოლ გალოპერი. კარგად გადავიდა მოსახვევი. მიუყვება, კარგია. აი ხა ხესთან ტექნიკა უნდა იხმაროს, რომ იქ ფრთხილად გადაიაროს. ჩაუხვია და კარგი ხარ. დავეციოთ გალოპერს, აბა, ვა, როგორი ეფექტურია. თელი, აქეთ, იქით გადაუგდო. მიუყვება, აი ცოტა ისეთი მონაკვეთია, რომ სადაც მშვიდად უნდა. ვა, გალოპერი სადღაც გაგვეჭედა. ოპა, ვაი. აი სად დაგვერხა. ყოჩახ გალოპერმა შეძლო ამ წინაღობის გადალახვა. აგრძელებს გზას. მიუყვება. აბა გვიჩვენე რა შეგიძლია. ფრთხილობს, გამოცდილია. კარგი ხარ. აბა, აქ ნახოთ რა სიზამს. ცოტა სიჩქარესაც მოუმატა. მიდი, ცოტა მეტიც და კარგია. აბა, აქ ნახოთ. ვა, როგორ გადადის, ხედავ, რა გინდა? აბა, მიდი ზანოსი გვინდა, ერთი მიჭერა გვინდა, ერთი რომ უკანა ხიდზე და წაიღოს. კარგი ხარ გალოპერი, გაიარა ეს გზა, საშეჯიბრო გზა. ვა და ამოვიდა. მრავალი კარგი მანქანის მლანძღავი Subaru-ს მიწასთან გამსწორებელი არ ჩამოყავს მანქანა რო აქ გაიაროს და ვიცით რომ Land Rover-ი აქ უპრობლემოდულის, მაგრამ სანახაობა გვინდა ჩემოთო. სანახაობა გვინდა Land Rover-ის. ძალიან საინტერესო გზა შენც მოგეწონება. ამიტომ მე ველოდები შენგან ეხლა. პატრულმა როგორც იარა მეგობრებო, ეხლა ეს გზა ასე Lando 4 ცილინდრი რო გაუთიშო, მასეც ივლის. პრინციპში ხო გაუთონდება მე პატრულს, იმიტომ რომ ამას 4 ცილინდრი აქვს და Lando-ს 8 აქვს და მეუბნება რომ აბათ რო გაივლის და ასე. Lando ეხლა არისტოკრატი მაგაზე რა თქმა უნდა არ წამოეგება რა. დასაჭიროა ეხლა. აი, ნახე როგორ მოდის, ნახე აჰა, წავიდა Lando-ა, ლაშამ არ მოისვენა, გინდა თუ არა Lando-თი უნდა გავიარო ეს გზაო და კიდევ 4-ია 8 ცილინდრია. არ გაურისკო ლაშა. მიუყვება მშვიდად, ცოტა გაზი მიეცი რომ ეფექტური იყოს ბიჭო. მიუყვება მშვიდად Lando ხო იმისთვის არის რომ მშვიდად იარო. მიდი ხესთან თხილად იყავი, ხესთან ტექნიკურად ჩაუარა ხეს ლაშამ. მოვიდა ზედა მოსახვევში დავარქვა ამას არ ვიცი, მოსახვევი X-ი. ია. ბიჭო. მე და მისი თურთხანს ნორმალიზებს. ია, ეხა იქ არის მურტალი ადგილი და უნდა გადახვიდე ოსტატურად. ყოჩა ლაშას. Land Rover-ის ტარება ლაშას ცოდნია. ამ ვიდეოს ნახავენ კომენტარებში დაწერენ შენი Lando რაც ვერ გაზეთი გაზდის, სადაც გაჩერდება. არა მეგობრებო, Lando ზეთი არ გაზდის. კარგია, გვიახლოვდება. აჰა, ამოვიდა და ეგა. მოგეწონა ლაშიკო. ძალიან მაგარია. ეგორი მანქანა იცი, აი, დარგინდა რომ გზა დამთავრდეს. ხა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნებისმიერი გზის რელიეფზე ქსიამოვნებს მართვა ტრასაზე, გზობაზე და გინდა რომ გზა არ დამთავრდეს. მოგეწონათ ლაშას პატრული და ხუმრობები. მაშინ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. სხვათა შორის კითხვებს თუ დაგვისვათ იმასთან დაკავშირებით Lando ჯობია თუ პატრული, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ჩვენის ხალხი ვართ, რომელსაც ერთმანეთს უნდა გაეცვალა თუ არა იმ Wrangler-ში არ უნდა გაეცვალა, ცალსახად არ უნდა გაეცვალა, იმ Wrangler-ს 10 იყიდი მართლა და ასეთი Safari პატრული ძალიან იშვიათია. ლაშას რა მანქანა წავს, არის უნიკალური მანქანა და ლაშას მერკაც ეგ მანქანა უნდა ყავდეს, კონდეს უბრალოდ. ცოტა მძღოლი ხა ცოტა ხუმარან ძღოლი იყავს რა, მაგრამ იცის მანქანა იცის როგორ მოუარო, სად წაიყვანოს, სადაც წაიყვანოს და ეს ყველაფერი თუ მოგწონთ და თუ გინდათ რომ კიდევ გავაკეთოთ ასეთი ვიდეოები, ამისთვის დაალაიქეთ, დაასაბსკრაიბეთ, კომენტარის დააწერეთ, რომ როგორი მანქანა გინდათ რომ გადავიღოთ Subaru-ს გარდა, გეხვეწებით Subaru არა და დანარჩენი რომელიც გინდა. გამარჯობა.
რომელ წლიანია თქვენი Discovery 2? 2005-იანი, ძალიან კარგი მანქანაა. იცით მანქანის ფასი. დიზელია, მექანიკა, TT5. ესეთია რა, არისტოკრატიული მანქანაა. მესამე მანქანა. მესამე Land Rover-ია? ო, იმიტომ რომ Land Rover-სო დაამუღამებ ერთხელ მე ხვდები რომ TT5-ია, ხო, 5 ცილინდრიანი. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი მანქანა არის. და ისეთია. სადაც გინდა მიხვალ ყველგან. კი, ნამდვილად. აბა წარმატებები. აი ბიჭო, Land Rover-ის მძღოლები, დალაგებულები, გამშვიდებულები, ის კი გაღიზიანებული ამის არა. შვიდათ არის, წყნარად არის, ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს. აბა პაჯეროზე ამის დეიტა, ისე გავზრაფო. არა, შვიდათ წყნარად, ეგრე უნდა იცხოვრო რა. ისიამოვნო ცხოვრებით. იაპონური ავტოინდუსტრიის სიამაყე. მანქანათა შორის მანქანა. შესაძლებლობა, სისწრაფე, ოცნება, მიღწევა ყველაფერია მასში გაერთიანებული. დიზაინი, ბაყაყი და რაღაცა მასეთი ქვეწარმავალი ერთად გაერთიანებული. ეს არ არის ეს მარტივი რა შექმნა ასეთი დიზაინი, აი ესეთი დიდი სტოპები დაუყენო უკან და ნუ მოკლედ რა, ერთი Subaru, მეორე Subaru ახერხებენ აქ ამოსვლას რა. მესამე Subaru ეგერ Subaru-ს მიაქვს ფაქტიურად აქაურობა რა. ახლა დროზე წავიდეთ აქედან რამათა პატრონე მოჩვენა და გვინახოთ და მე რო დავინახავთ Subaru-ს წყოლები ატყდება იქ ერთიაბა. ეგ არის რა, მე მგონია რომ ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო. იქით რაღაცა სადღაც ტყეში რაღაცა გზები არისო, მაგრამ მაგ გზებზე ხა ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ, დიდი ტალახიო. წარმატებები ჩვენ, თქვენ და ყველა ოფროუდერს. მანქანა არ გაფუჭებოდეთ, გზით ესიამოვნეთ.